დინარაძე მიემგზავრება ამერიკაში, ამერიკიდან ჩამოდის და ვიზიტი მინისტრისა, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრისა, რათა შეხვდეს იქ სპეცსამსახურების თანამშრომლებს და საუბარი არის ფართო სპექტრზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, სოფლიო საკითხებზეც, ეს ერთი თემაა. და ეს ვიზიტები იგეგმება წინასწარ და პერიოდულად აქვთ ადგილი მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელმძღვანელი აქ. ასე რომ მე არ გამოვრიცხავ და უფრო მეტიც ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ვიზიტი, მაგრამ ის რომ ეხა ბატონი დინარაძე ჩავიდა და ცდილობდა, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად დაელაგებინა ურთიერთობა, ეს მეორე საკითხია. კვლავ ამბობ, ჩვენ არ გვინდა დავინახოთ თავარი პრობლემა. ჩვენ ქვეყანას ყავს ხელმწიფე. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფაქტობრივად პრემიერ-ვეზირის მეშვეობით, კობახიძის მეშვეობით მართავს ქვეყანას. ეს სქემა დასავლეთისთვის მიუღებელია. არა მარტო დასავლეთისთვისაა, საერთოდ ცივილიზებული სამყაროსთვის არის მიუღებელი ეს სქემა. ესეთი სქემა არ არის არსად თვით არაბეთის ემირატებშიც კი. იქ ხელმწიფე არის პირველი პირი. თუ ჩვენ ვართ მონარქია, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ვართ მონარქია და ეს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს და უნდა ვიცოდეთ, რომ აი ჩვენი მონარქი ყოფილა ივანიშვილი და მაშინ თუ არა და არსებული სქემა გაუგებარია. ეხლა დასავლეთისთვის ეს სრულად მიუღებელია. თუ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, გახდეს პრემიერ-მინისტრი. თუ რა თქმა უნდა ხალხი მას ხარს დაუჭერს. ანუ პირველი ვინც მართავს ქვეყანას, ის უნდა იყოს ოფიციალურად პირველი პირი და მეორე, ეს უნდა ეფუძნებოდეს ხალხის მასების მხარდაჭერას. სხვა სქემა მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. აქ არის დაპირისპირება. ივანიშვილი სხვანაირად ამბობს, ის ამბობს, რომ არა მე, აი ესე მინდა. ამაშია ომი, ამის გამოა ბრძოლა. მე მინდა და მორჩა. თქვენ გკითხეთ, დინარაძე ჩავიდა ამერიკაში, რას მიაღწია? ვერაფერს, მტკიცე უარით წამოვიდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უთხრეს ბატონ დინარაძეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ თავად ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ დატოვოს ხელისუფლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში, რომ ისინი ამბობენ, მოდი ნაცმოძრაობა მოვიდეს. რატო უნდა მოვიდეს ნაცმოძრაობა? მოდი პატრიოტთა ალიანსი მოვიდეს. განა მაგას ეუბნებიან. ესენი გვატყუებენ. ვეღარც ამბობენ ეხლა, იმიტომ რომ არავინ სოფლიოში აღარ თulis, რომ ნაცმოძრაობა არ არსებობს. აღარ არსებობს. არავინ დედამიწაზე აღარ ეუბნება ამათ, რომ სააკაშვილი ან ნაცმოძრაობა ან გვარამია, თვითონ გვარამია სააკაშვილი და ეს ხალხი ამბობს, რომ აღარა ვართ. კი, არავინ არ არიან. გვარამია და გირჩი ჯაფარიძე დაიშალა ეხლა. თვითონ ამბობენ, რომ არავინ არ არიან და არსად არ უნდათ ამათ მოსვლა. ესე იგი, სხვა ქვეყანა უნდა ავაშენოთ. და უნდა განვითარდეს სხვა მათ შორის ტრადიციული მიმართულების პარტიები და ესენი იმიტომ ხსპობეს, აი კობახიძე რატო ებრძვის პატრიოტთა ალიანსს, რატო უნდა მოსპობა, იმიტომ რომ ალტერნატივა თუ ესენი არ იქნა ჩვენ ვართ.